იუნანის პროვინცია, მარშრუტი ციუძინგისკენ. ეს არის ქალაქი, სადაც ახალი ენერგიის წყაროები, მწვანე ენერგია მთავარი პრიორიტეტია. ახალი ენერგიის წყაროების გამოყენება, რომ ჩინეთში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამას ჩემს ზურგს უკან ხედავთ, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ არა მარტო ქალაქები, არამედ პროვინციები და პატარა სოფლებიც კი გადასულია ქარის ელექტროსადგურების გამოყენებაზე. ამ პერიმეტრზე მთის მწვერვალი ზოლზე დაახლოებით 1000-ზე მეტი ქარის ელექტროსადგურია დამონტაჟებული. ეხლა მე ვიმყოფები ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე იუნანის პროვინციაში, ციუძინგში. ენერგეტიკის ინდუსტრიის რეფორმა და ინოვაციები აქ ენერგიის საინვესტიციო ჯგუფმა განავითარა, რომელიც სახელმწიფოს აკუთრებაა. თონგცინგის ქარისადგურები, რასაც კადრში ხედავთ, ქარის 20 ენერგიის პროექტიდან ერთ-ერთია, რომლის საერთო სიმძლავრე 300 მეგავატია. ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოება ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის შემადგენელი ნაწილია და მიზნად ისახავს მწვანე ენერგიის სადგურების გაძლიერებას, დანერგვასა და განვითარებას. თონგცინგის ქარისადგურები, რასაც კადრში ხედავთ, ქარის 20 ენერგიის პროექტიდან ერთ-ერთია, რომლის საერთო სიმძლავრე 300 მეგავატია. ეს არ არის მხოლოდ ახალი ენერგიის წყაროები. ეს ადგილი ტურისტული ზონაცაა და ხედავთ, რამდენი ადამიანი სტუმრობს მას.